დამეხმარეთ ჩემი შვილის მკვლელები გვემუქრებიან ბათუმის კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა მიმართვას აქვეყნებს. მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა მოზარდის დამაც. ამოცემა გურიის მოამბეკი ავრცელებს ეგრეთ წოდებულ სკრინშოტებს, სადაც ასახულია, რომ არასრულწლოვანი სახლობლებს ანონიმური პირები წერენ და შეხვედრას უთქვამენ. უქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკას ოჯახის წევრებმა დამნაშავე ექიმების დასჯა მოითხოვეს. კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი ცოლზე ძალადობდა, ქალმა კი დახმარება მეზობელს თხოვა. ადგილზე მისული ქალი შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. ფაქტი გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ყალბი ანგარიშებით მოდელებს გადაღებაში მონაწილეობას თავაზობდა, მათ ფოტოებს ეუფლებოდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა. პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით ბრალდებული ინფორმაციის გავრცელების მუხარით დაძარალებულ სექსუალური ქმედების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებასა და მისთვის გაგზავნას აიძულებდა. დრონების ხმასთან მსგავსების გამო რუსეთმა ყირიმში ღამით მოტოციკლებით გადაადგილება აკრძალა. შეზღუდვა საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ოფიციალური ბრძანების მიხედვით შეზღუდვები უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო, სახელმწიფო და სპეციალური ობიექტების დასაცავადაა შემოღებული.